მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში გეტყვით ყველა ჩემი აბიტურიენტი სურვილის შემთხვევაში უფასოდ გაივლის ფინანსურ ბაზრებზე ინვესტირების სასწავლო კურსს, სასწავლო წლის ბოლო თვეს. ახლა ვისაუბრებ მარტის თვეზე და 25 წლის პირველი 3 თვის შედეგებზე. მარტის თვე აღმოჩნდა საკმაოდ კარგი თვე, ფაქტიურად დეპოზიტის ზრდა იყო დაახლოებით 27%, ეს ძალიან იშვიათად ხდება, როცა რისკი არის ძალიან დაბალი. ანუ მე აქ აღნიშნავ იმას, რომ დეპოზიტის კლება საერთოდ მარტის თვეში არც ყოფილა. თქვენ ნახავთ გრაფიკულად ამას. ფაქტიურად 3 თვის შედეგი, მე ვფიქრობ, ჩემთვის არის ზუსტად ის, რასაც განიხილავდა ჩემი სტრატეგია. დავაკვირდეთ მარტის თვეს. მარტის თვის შედეგი. ვაკვირდებით, ფაქტიურად კლება საერთოდ არ იყო მარტის თვეში. დეპოზიტის კლება. სულ იყო მზარდი 46,000 ზრდა მარტის თვეში. გარიგებების რიცხვი 10. ასე დასრულდა მარტის თვე. ახლა დავაკვირდეთ იანვარი, თებერვალი, მარტი, პირველი 3 თვე. ხედავთ, პროფიტ ფაქტორი ძალიან მაღალია 3 თვის შედეგით. გარიგებების რიცხვი იყო 33. მაქსიმალური კლება 5,6. შედეგი 45,000 ზრდა. ეს არის დაახლოებით დეპოზიტის 27%. ეს ნიშნავს 3 თვის განმავლობაში ამ დეპოზიტის ზრდა იყო 27%. საკმაოდ სერიოზული ჩავარდნა არ ყოფილა, თუნდაც მარტის თვეში, ეს უგაცებად თუნდაც თებერვლის თვეში, მაგრამ 3 თვის შედეგი პირადად ჩემთვის არის იდეალური. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის მთავარი არის სამოქმედო გეგმის სტრატეგიის არსებობა და აი ამ სტრატეგიის ყველა კომპონენტის, ყველა ასპექტში მისი ზუსტად გამოყენება. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ყველა სიტუაციას შევხვდეთ მომზადებული, ეს იქნებოდა დაუშვათ ნეგატიური თუ პოზიტიური, დაუშვათ იყო თებერვლის თვე, არ იყო კარგი თვე, მაგრამ ესეც იყო გეგმის ნაწილი. ანუ მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ეს საქმიანობა ითხოვს მოთმინებას და კონკრეტული გეგმის არსებობას. ეს არის სტრატეგია, ეს გეგმა და მის შესრულებას, უბრალოდ არა თეორეტიკოსის დონეზე, არამედ პრაქტიკოსის დონეზე, ხო? ეს არის თავარი ამ საქმიანობაში. სხვაგვარად მარტო რაღაცების მოყოლით ჩვენ ვერაფერს ვერ ვიშოვით. უპირველეს ყოვლისა უნდა ვიყოთ პრაქტიკოსი. ვისაც გექნებათ შეკითხვები, შეგიძლიათ შემეხმიანოთ. ყველას წარმატებები.